ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დანერგილი ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროკომისია მონიტორინგის შედეგად დადებითად შეაფასა. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, საიდანაც ევროპაში თაფლის იმპორტია შესაძლებელი. როგორ ხედავენ დარგის პერსპექტივას მეწარმეები და რა ნაბიჯები გადაიდგა ევროპის ბაზართან დასაახლოებლად? ნათია ხართიშვილი გიამბობთ. თაფლს რა შემიძლია უწოდოთ თუ არა და სიცოცხლის ელექსირი. ლევან ხმელიძე თაფლის სიყვარულმა მეფუტკრეობის ინდუსტრიაში ჩართო. წლებიათ საგერის რაიონის მაღალმთიან სოფელ ქორენისში ამ საქმიანობით არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ თანამოაზრებიც გაიჩინა და თანასოფლელებმა კოოპერატივი ჩამოაყალიბეს. კოოპერატივში ვართ 5 წევრი, აქედან 2 მანდილოსანი არის. თავარი გაეწევრიანების მიზანი იყო ის, რომ მაღალმთიან რეგიონში შეგვექმნა ესეთი სამუშაო ადგილები, პირობები, რომ არ დასრულიყო სოფელი და იქ ბუნებრივ პირობებში შეგვძლებოდა ჩვენს დავსაქმებულიყავით და სხვისას მაგალითი ყოფილიყო. სამომავლოდ გეგმავთ, როგორც მთელი საქართველოს მოუწევთ ჩვენი დისტრიბუციით, ასევე საზღვარგარეთაც გავიტანოთ. სამწლიანი მუშაობის და მონიტორინგის შემდეგ ევროკავშირმა ყველა ფორმალური პროცედურა დაასრულა და საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც თაფლის იმპორტი დაშვებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი თაფლის წარმოების სისტემის კონტროლს აქტიურად ახორციელებდა. მქონდა ყოველწლიურად გარკვეული პროგრესი, დაინახეს, რომ ქართული პროდუქტი უკვე აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამავე დროს მთელი რიგი ღონისძიებები, რაც უკვე კონტროლის და მონიტორინგის კუთხით საქართველოში განხორციელდა, ანუ სურსათის უვნებლობის ზოგადად სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით, ესეც საფუძველია ამ გადაწყვეტილების დადებითი გადაწყვეტილების მიღების. ევროკავშირის ბაზარზე ქართული ნატურალური თაფლის გატანის შესაძლებლობა მეწარმეებს, როგორც თავად აცხადებენ, ახალ შანსს აძლევს. მეფუტკრეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ბაზრის გახსნა კი მათ მოტივაციას მისცემს წარმოება გაზარდონ და ხარისხის შესაბამისი სტანდარტები უფრო მეტად დაიცვა. ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ მეფუტკრემ აწარმოოს ხარისხიანი, რაც თავარია ხარისხიანი და რაოდენობა თაფლი იმის, რომ დარჩეს საქართველოს ბაზარზეც და გაიტანოს რა თქმა უნდა ევროკავშირის ბაზარზეც. შეგვიძლია 10-დან 15 ტონამდე ვაწარმოოთ, თუ ეს ევროპის ბაზარზე გავა, რადგან დღეს დაახლოებით ნაშთები იმდენი გვაქვს ბაზარზე რეალიზაციას ვერ ვახდენთ ჩვენ სასურველ ფასში. პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის მისაღწევად კოოპერატივების გაერთიანების სააგენტო 2014 წლიდან მუშაობს. სააგენტოში ამბობენ 1631 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან 240 თაფლის მწარმოებელია. საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მათ მეწარმეებს 1000-ობით სკა და ახალი დანადგარები უკვე გადასცეს. პროგრამა ითვალისწინებს არამხოლოდ კაპიტალური ინვესტირების სახით შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას, არამედ პროგრამაში მოხდა ყველა სკის იდენტიფიცირება. იდენტიფიცირების საფუძველზე მოხდა ყველა სკის დანუმრვა, ასე ვთქვათ, და მიკვლევადობის დანერგვისათვის პირველი ნაბიჯი გადაედგა. ევროკომისიის მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის დადებით შეფასებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ევროპელ მომხმარებელს აქვს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და ჩვენ გვჭირდება, რომ გავიზარდოთ უფრო მეტად მაღალი სტანდარტის თაფლი ვაწარმოოთ. ამისი პოტენციალი საქართველოში არსებობს და ქართველი მეფუტკრეებიც მზად არიან და აკმაყოფილონ ეს მოთხოვნები. ქართული თაფლის ექსპორტისთვის სახელმწიფო მომავალი წლის დასაწყისში მეფუტკრეების დახმარებას ახალი საწარმოს აშენებითაც გეგმავს, სადაც კოოპერატივები საკუთარი თაფლის ერთგვაროვან პროდუქციად გადამუშავებას შეძლებენ და მას ევროპელ მომხმარებელს მოთხოვნის შესაბამისად დიდი რაოდენობით შესთავაზებენ.